თვის უშვებ კლინიკიდან. არა კაცი ხარ. ეხლა აქედან გადი, თუ არ გინდა რომ შენ ძედ მიგაყოლო. ისოდე ძალიან ცუდად დაამთავრებ ვიტო. ო, და შენც მტკივლად იყავი. ია. არც მე მინდა ცუდი ურთიერთობა რო გქონდეს. გპირდები რომ დღეიდან მეგობრები ვიქნებით. არა, იცი რა მაინტერესებს? კაი, შენ გაგიშვა. აი, ვინ მოყავს შენს მაგიდად რა? ხო ვიცი, ეხა ვიღაცა კეკელკანაშას მოათრებს ვინმეს. დედა მიდი რა გადაიღე კიდე რა. არა, აღარ მინდა რა. დედა ჭამე მე მთელი დღე ვეღარ შეჭამ. რატო ვერ შევჭამ? გადაღებებზე ჭამთ ხოლმე. მართლა? ხო. ой, მე მეგონა მთელი დღე მშიერი არის ბავშვი თქო. არა, შესვენებები გვაქვს არ ვკვლავ. დედა გამაგებინე რა ფილმს იღებ? კაი რა ნანა, რამდენჯერ მოგიყევი. გამოვა რა და ნახავ რა. კარგი. აი, წადი მაშინ არ დაგაგვიანდეს. მაგ ჭირცოდად რა. გინდა გაგიკეთებ სენდვიჩს და წაიღე. არა, სამ. რატო, აი გიორგაძეების კოკა ამერიკაში დიდი ბიჭია უკვე, მაგრამ სულთან დააკ. კაი, არა, არ მინდა რა. აი, წავედი ვაფშე. კარგი. ოხოდი. ხო, რა შვები? ნამდვილ ხამოჩი? ხო, მინდი ხარ? გადაღება. რა? წავედი და პაკა. აბა შენიც. შვები. რა არის? ღამე ვიყიდე, გუშინდა წუთი არ მქონდა რომ მეჭამა. კარგი რა დედა რა, გაუფრთხილდი თავს. დაგისხა ჩაი. არა, იჯექი მე დავისხა. ბაკოს გადაღებებზე რა ხდება? რა ვიცი, ნერვიულობ მაგათაც. რატო? რა ვიცი, რა ხალხთან აქ იქ საქმე. დედა რა. შეიძლება ყველაფერზე ინერვიულო. მუშაობს ქუჩაში ხო არ დგას. რა ვიცი. თან იქნებ მოეწონოს ეს მსახიობობა, თავის ფული ექნება. არ უნდა ეს ტურიზმი მე მგონი და. ვაკო და მსახიობი? ხო, რა იყო? შერაშვები დაიღალე ხო და? მე არა, უბრალოდ რთული ღამე იყო, ბევრი პაციენტი ყავდა და. რა უთხარი იმ დიტოს რა, ამ ახალი კანონების მოგონებისთვის. გიწევს ახლა ღამისთება. მე კლინიკიდან წამოვედი. რატო? დიტოსთან კონფლიქტის გამო. მოიცადე კიდე რამე გითხრა? არა, უსამართლოდ მომცა შენიშნა და ჩავთვალე, რომ ესე იყო საჭირო. ეხლა რა უნდა ქნა ვერ გავიგე. შენ სამსახურის გარეშე ხო ვერ დარჩები რა? რა საუბრჩები ნიკას ველაპარაკე და გამიზრდიან საათებს. და კიდევ ღამე უნდა ათიო, ხო? ღამეც და დღეც. რა მე? კარგი, ხო, როგორც შენ გინდა, ისე იყოს. დე, არ შეიძლება რა, ყველაფერზე ესე ნერვიულობა. ეს ხდება დროებით, მე რამეს ვიზამ.
რა ვიცი ღამე თან ამ რეანიმობილზე. ესე იგი რა, შენ ხა აღარ გამოდიხარ ჩემთან ერთად? არა, განცხადება უკვე დავწერე და წამოვედი. ეხლა წავალ და დავიძინებ. კარგი დედა, კარგი, დაიძინე. მე წავედი მაშინ. რა ერთი. კარგად. ამას არა მსაღებავს დავარდებ. მანამდე რომ დავსვა ეს შეჭრაზე ვერ მოვასწრებ. ვიცი, პრინციპში უნდა მოასწრო. ჰა? დღეს ბუმია, ხო, სალონში. ო, ანუ ესეთი ამბავი არ ქონია ძალიან დიდი ხანია, რა უნდა. აი მე დაიწყო ახლა ქორწილები და დაიწყებათ მის შეჭრა, შეღებ ყველას ერთად მოუნდება. ქორწილიდან ქორწილამდე ეს ხალხიც მას არ ივარცხნის. კარგი, ხო. აი ეს შენთან არის ჩაწერილი ეს გოგო? აი. ეს იცი ვინ არის? კი. გახსოვს ბიჭზე რო გიყვებოდი, საცოლე გაიქცა მეთქი. იქ არის? არა, იმის დაქალია, ეგეც კაი ქაჯი იქნება. ვისი ამბობ? შენ არ იცნობ. დათუჩა მიქელაძეზე თუ გიორგი იუსელიანზე? ბატონო, იუშაზე ამბობ, ხო? ისე მასეთ ბიჭს მეც არ გაუჩერდებოდი ცოლად. შენ საიდან ამდენი? კაი ვიკარა, მოყვანილი არ ყავდა ის გოგოს ცემდა უკვე რა. რა ცემდა? მე ვერ ვიჯერებ, ისეთი ქაჯი იყო ეს გოგო ხალხნა. მე მის გოგო არ ვიცი, მაგრამ გიუშას სოლობას ქაჯობა ჯობია რა. ის ნახე რა. მართლა ცემდა? არა, რა ცემდა, ძალიან კაი ბიჭია ეს. ის ჭორი ვერ თქვი რომ ამ გოგომ არ განავრცოს რა. Привет, როგორ ხარ? ხოთხვედი? Привет, როგორ ხარ? კარგი, შენ? რავი. ყავა გინდა გაგკეთე? არა, ეხადავლია, მადლობა. რა შევი შენ? რავი, აბა წვალობ რაღაცებს რა. აბა შენ რა გაგაჩერებს ისე? და რა ქენთ იმ საქმეზე? რავი, ეს ეს ველოდებით ბანკიდან, მაგრამ ჯერ ველოდებით და ველოდებით. და ის ბიჭი საერთოდ არ გამიჩნდა. არა, იმას რა გამოაჩენს, ის წავიდა და წავიდა. რა გააკეთა ამ გოგომ? შოქში დაგტოვა ყველა, ხო? ძალიან მეწოდება ალბათ როგორ განიცდის. რა გეცოდება, კაი, ახლა მაგის განცდები მინდა მე, ახლა იქ მიშველის. კაი, არის ნერვიო. ვიღაც არა სანდო ტიპი გვინდა სასწრაფოდ, აი 8-9000 საქონელს უძინას არ უგვასესხებს და მე დავატრიალებდით რა, მაგრამ სად უნდა ნახო ახლა ეგეთი სანდო კაი ტიპი. ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახა. ხო და რა ნახოთ რა. ვიდა გამარჯობა მოიდი. ხო, მიდი დაჯექი და საჭმელად მოვიდეთ გასვლას და გამო რა. აი მე ვერ წამოვეცი, ძალიან ბევრი ხალხი ყავს ჩაწერილი. გადი შენ და მე დაგირეკავ რომ დავამთავრებ. კაი, მას საღამოს შემოგივდი, ხო? კარგი. კაი. აბოჭკოიანად, არ მოიცნო. აფონდის. კარგად. გამარჯობა. მელირება მინდა ჩემ ფერზე ერთი ტანი ღია. კი ბატონო, ჩაწერილი ხარ? არა, ჩაწერილი არ ვარ და ხო შეიძლება ისე. არა, კი, როგორ არ შეიძლება, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი ხალხი ყავს და თუ გინდათ ხვალ ჩაგწერთ. აუ, არ არსებობს. რა დღეს უნდა გავიკეთო აუცილებლად. ზედ მაქვს ქორწილი და უნდა ნახო როგორ იქნება. მე სამწუხაროდ ვერაფრით ვერ მოვახერხებთ. ძალიან გთხოვთ რა. ელენე, მე შევღებო. შენ რანაირად შეღებო? მე ნუ ნერვიულობ შევღება. აუ, კი რა. მადლობთ. არის. დაჯექი. სუკა, ჰა, ამ საბუთებს ხელი რატო არ მოაწერე? რომელს აბა? აი ამ საბურავებს და რაღაცებს. მანახ. აი აქ. ამბავი. არის კიდე რამე? ანუ მეტი არა. აშო ვიცმებო? Здорово. ამა დაჟის ხასიათზე. ბიჭო, ან ერთი დარეკეთ, ან მე მომიკითხეთ, ან საქმე მოიკითხეთ, ხო? აი არ გინდა ეხლა მოგვაწოდოთ თავს მოყევი რა შევიდა. აუ ყველაფერი ჯიგრულად არის რა. განბაჟებულია, საბუთები წესრიგშია და მე იქ ხوار დაველოდებოდი და წამოვედი რა. ამგარი ხარ, როდი შამო. ორ სამ დღეში შეიძლება უფრო მალე რა.
ო, შეჩემა ფოთი არა სტამბული ხო არა, რა თქმა უნდა ამდენი. შენ კიდე იმ ამბავში ხარ? იხვეწები შემეშვი რა. რაში დაგჭირდა ეს საკუთი? აუ, არ გამახსენო რა. იმენა გადაზიდვებ თავისაც საქმე აქვს პოსტში, ყველა მიცნობს რა, სახეს ვახებ. და რამ პრობლემა ხო არ ქონდა? არა, ყველაფერი წესრიგშია რა. ამის მერე ჩვენი კომპანიიდან თუ ვინმე წავა, პირადობის გარდა იმენა არაფერს არ გამოთხოვენ რა. ეს რა დღეშია რა? ბიჭო, რა ვქნა დღეს საგამოსე? აუ რა ვიცი მე დიაგონ უნდა ვნახო საღამო. ზოგა, დღეს საგამოს რა ვქნათ მეთქი? არ ვარ მეხოძე რა. წამოდი რა. თეკო ჩამოვიდა და გაუვაროთ რაღაც ვქნათ რა. თეკო? ვარ გახსოვს? ის თუ კიდე ერთად ხარ? ბიჭო, რა ვიცი პონჩი რა. თეკო ხო? ხო და წამოდი რა. ხო იცი, კაი სასტავთან ერთად ჩდება ხოლმე რა. თუ არ დაგევასება პონტი, ადგები და წამოხვალ რა. მე კიდე მარტო არ მივალ რა. შემეშუქთხავ რა. აი, წადი შეჩემა 24 საათი აქ ხარ იქნება. აი, გაიხვეწები რა, ვნახოთ, არ ვიცი, რომ ვნახოთ. აი გერე რა, ჯიგარი ხარ რა. ბიჭო, მაშინ მე რას ვიზავ ვიცი? სახში შევიბენ, გადავივლებ და გამოგივლი რა. გესმის? დავაი, მიდი. დავაი, მეგობრებო. ბიჭო, ზოგა. ის რა მომშია იმ გოგოსთან? რა ვიცი, მეშეშ. სტრანი ურთიერთობა. ის ვიქა, ეს აქედან ებაზრება და. ხო, კაი, დაიკიდე რა გეხვეწები რა, თვითონ არ იცის რა უნდა შეჭ. აიმე, ისეთი მარილიანი იყო ეს ხაჭაპური მესამე ჭიკა წავს. ხო, მეც ეგრევა. გუშინ უკეთესი იყო აშკარად. მან სუმასია, ერთხლის კარგი აქვს, მეორე დღეს ცუდი. ეთყობა ორი მზარეული ყავს და ხანისაა ხანის. მგონი მართალი ხარ შენ. მარიკა, ხო. დოდოს სახელზე არის წერილი და გავხსნე და ისე წავიკითხო თუ გადაუგზავნო პირდაპირ. გააჩნია ვისგან არის და სათაურში რა წერია? სათაურში წერია წერილი დოდოს. მეილზე წერია ჯუმბერი 1965. გავხსენ ჯობია. ხო, თორე ეგრეთ დოდოს გადაუგზავნო შეიძლება გაგიჟდეს. ამე გეხვეწები მოდი. აუ, რას წერს? მოდი ჯერ. ამას თვითონ ვინგონია. მე მეურს, მაგრამ კიდევ კაი გავხსენი. აბა, თორე რა გაუძლებ და მე დოდოს ჩხობს. აი მეორე ნამდვილად არ მინდა. ვაიმე! რა იყო? მე დაინახე? რა? ჩემ მაგიდაზე რაღაცა გაიგინა. ვერ დაინახე? რას უნდა გაერბინა? მე რა ვიცი ხლიks. კაი, მარიკა ხლიks რა უნდა ოფისში? მე არ ვიცი. მე აქ ვერ გავჩერე. აი, საქმედი. რა ხდება? გამარჯობა. რა ხდება? რა ხმაურია? თუ არ მუშაობ? ჩემ მაგიდაზე ხლიკი დარბის. ხლიკი? რა უნდა ოფისში? ალბათ პანჯერა იყო ღიანკარი და შემოწვრა. რა ვქნა ეხლა მე ყველაფერი იქვებ, როგორ ვიმუშაო? კარგით არ აუშავს, მოვაჯეი და დაიჭერს. და სად არჯეი? იქ არის სერვის ცენტრში წავიდა კომპიუტერს წამსაღებად. კარგით არ აუშავს. მე ხა წავალ ჩავიკეტები და ხლიქს რომ დაიჭერს გამაგებინე. გადმომიგზავნე ეს წერილი. კარგი წავე. წამო დავსკვდე ხა ესე ხوارი დგები. The end. See it? Would you like juice or coffee? Neither, thanks. Chapashan. Period. ეგეთი ძნელები თუ იქნება ვერ ჩავდივარ. კარგი ახლა. ჯეთი არ არის ძნელები. არ მარტივია. აი, რა ხვალინდელზე რომ ვფიქრობ, ის ზუსტად ვიცი რომ ვერ ჩავაბარე. ნომისმინა, შენ თვითონ იქმნი ეგეთ განწყობას. ჩააბარებ, დამშვიდდი, ხო? შენ როგორ გონია ჩააბარე?
ყოფილისთვის მომზადე ამდენი ხანი. ცოტა სელაპარაკე? ვერა. რატო? რატო და წავიდა, ვიღაცამ დაურეკა და წავიდა. ხო, რატო? აი, რა შეხოთავ. ხოთი სად მივიარო არ გითხრა? რესტორანია. როდის უნდა დაელაპარაკა? აღარ ვაპირებ რა. კრას არაპირებ, ხო გადაწყვიტა და მიიყვანა ეხა რა ბოლომდე. ხო და რო გადავწყვიტე, დავიღალაკოს დიო თუ რა გავაკეთო, ვუთხარი და გაიქცა და. ანუ უნდა დაელაპარაკო. არ ვიცი, ნახოთ რა. Okay, girls, take these back and see where you went wrong. ნახოთ ეხა რამდენი შეცდომა მაქვს. აი ეს ძალიან კარგად გაქვს. ხო, აი მეც ძალიან მომწონს. კარიერა დამიჯერე. იცი რა მიყვირს? აი ზუსტად იმდენი შემჭერი, რამდენიც გითხარი. სხვაება რატო ვერ მიკეთებენ ეგრე? პროფესიონალთან უნდა იარო. ხო, აი 10 სულ შენთან იგი. მადლობა. ვაი, ხოსე ხა ამას. მოვჭით. აბა, მადლობა დიდი და კარგად იყავი. ნახო, საყარალა, კარგად იყავი. ბევრი დაგჭაშე. არა იყო. აუ ყავამდე ძალიან დამყალა მეგო. კი, აი ვამთავრებ ხა და დავლიოთ. აი ავატოვებ მომამდე ხო? ძიდი. ვაიმე, ეს რა არის? რა იყო? ეს ფერი გითხარი მე? ხო გითხარი, ესე დაგაჯდება თქო. რა მითხარი ხო არ გაგიჟდი? ესეთი დავიწავი და ჩემ საკუთარ ქორწილში ხალხო? ერთი წოთი ძალიან ნორმალურია, ნერვიულობა. ვარ იცი რას გეტყვი? ეგ სიყალბე შენთვის შეინახე რა საშინელებაა, ჩემი ფეხი არ იქნება აქ რა. შენ რა დატირებს? აი რა დაიკიდე რა. აი, არა, გოგო 3 დღეში ქორწილი აქვს და თავი რას დავუსკავს? მე თვითონ არ გითხრა, ეგრე გამიკეთეო, შენი რა ბრალია? ხა ეტყვის ყველას. მოიცარა, ეგრე რომ ბაზარდებოდეს, თბილისში 9-ზე მეტი სალონი დაკეტილი იქნებოდა. აი, გოგო, აგარ ნერვიულებს რა, ვის არ მოსულია. რა, ერთხელ რო სუდანის მეგობარს ისე დავუწვით, მაგრამ ორი თვე ვერ ივარცხნი და მე საღებავი შემეშალა და ნუ მოკლედ რა. შენ თუ ეგ მოგივიდა და ძალიან გამაუცდელი ვიყავი მაშინ, ხდება ხოლმე. რო სუდანი რა სიტყვის? რა უნდა თქვა, შენ ვინ გონია ხა სუდანი? ხო, მაგრამ მაინც ახალი მოსულია. არ მეთქვით არაფერს რუსუდანს რა იყო, ნუ ნერვიულობ ხა მაგაზე. რა საჭიროა ხა რომ იცოდეს? მოდი ყავა დავლიოთ, ჰა? მადლობა გოგო. არაფრის, გადაგეხარდა. გოგოს კიდე მე წამოვედი. ეხლა გავაცილე სადა. როგორ არის? რა უკეთეს ხასიათზე. ძალიან კარგი. შეგროხ. რაც კარგად. ძალიან მომენატრე. რომეც. არ იყავ უნივერსიტეტში. გამიცდინეს ლექციები და აღარ წავედი. თან რაღაც არ ვიყავი სახლიდან გასვლის ხასიათზე. რატომ მოხდა რამე? არაფერი. რა საბაზე მღელო ძალიან. კაი, რაზე მღელო? რა ვიცი რა. არ ღირს რა მაგაზე ნერვიულობა დამიჯერა. კაი რა არ ღირს, საბა ძალიან მიყვარს. მართლა არ მეგონა თუ ესე განიცდიდა ჩვენს ამბავს. რომეც. მეც რა ალბათ უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავით. მიეჭვენა. ხო არა, მესმის ბავშვია და მის მდგომარეობაში ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ლევან. რო დაველაპარაკო? დაველაპარაკო? არა. რატო გონი არ გამომივა? არა, გამოგივა, როგორ არ გამოგივა, უბრალოდ რაღაც სხვანაირი ბავშვია, ემოციური, თან ჯანმრთელობის გამოც და შეიძლება უფრო გაღიზიანდეს რა. კარგი, აბა რა ვქნათ? არაფერი ცოტა სიეჭვიანებს და მე მივხვდება რომ აზრი არ აქვს რა. კარგი, მაგრამ როდის, ლევან, როდის? ცოტა დრო უნდა რა. კარგი, როგორც ჩვენ გინდა. უბრალოდ მართლა ძალიან კარგად ვარ შენთან და არ მინდა რომ რამე ხელს მიშლიდეს და რამეზე ვღელავთ. მეც.
გამიჯერა რა ცოტახანში ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. კარგი მჯერა. მინდა რომ გიგეკეთებ. არა, ჩემთან იყავი. ვაჯი, მოხმედი? აქ რა დავსხლებ? გამოვიქაცეთ. საიდან? მიდი რა დაიჭირე რა. რა დავჭირე? ის ხლიკი, კალია რაღაცა რაც დარბის. ხლიკია აქ? და მეც ხო? ოროსო, ჩასუჭი. ხო რა არიცოდი? საიდან დავწოდო და მითხრავი მე? ჩვენ კიდე შენი იმედი გქონდა. არა, მე მეშინია ბავშვობიდან აი ვერ ვიჭარას, არა. ნუ რა უკნა, ეხლა მე როგორ ვიმუშაო? მამა, გადამრევთ ხალხნა რა. საბიდი. დავიჭერა, მე ესე ხო არ ვიქნები მთელი დღე. მოგიხმარო? არა, შენაც დამრევ. აქ ვიქნები მე, ხო? შეგა მართლა იჭერებს. იქ რა დავრეკოთ სამშველოში. სამშველოში კი არქიტექტურაში ვერ გადახვიდით, ვინმესთვის გეთქვა წამოყრობოდა. სად გადავსულიყავ რა მე თქვი, იცით 4 რაღაცა დარბის და დამეხმარა. ო, აბა მე რომ ელოდები ხარ, არიცი როგორ მეშინია? მე რა ვიცოდი რომ შენ გეშინო. უნდა ცოდნოდა. კაი, თუ ვერ დაიჭირე ხა, მაგრამ გადადდე ვინმე გადმოიყვანე. მე რატომ უნდა გადავიდე? ადეკი და გადადი. აი მე რომ გადავიდე და იწყებდი ხა მე რაღაცებს ეშინია და აი კაი გამოვიდეს და გადავალ მე. გესმის რა? არაფერი ვაფშე. ამის გეშინო და ბრავო, მაკა, ბრავო. ნახე რა საყვარელია. მოკალი და ისე გაუშვიო. შევმე ახალი სკოლაზე მას. ჩემო დასადაც. აუ ხო, მეც ძალიან დავიღალე რა დღეს. აქ სტილისტი ვინაა? ისმენთ. თქვენ ხართ? დიახ. რა იყო დღეს ისწავლეთ? ბატონო? გოგონი მომისმინე. ჩემი მეგობარი იყო წეღარ მოსვლიდა. რა იყო იმაზე ვარჯიშეთ? არა, ვერ გავიგე რატო ჩხუბობთ. დამშვიდით და ისე ამიხსენე. რა უნდა აგიხსნათ? საერთოდ მენეჯერი ვინ არის? იმას დაველაპარაკები რა. ჩემი საცოლე იყო და გოგო ატირებულია რა უქენით საერთოდ. რა ხდება ლუკა? ნენე? ხაი შემოვიდა შეშფოთებული და ჩხუბობს. მენეჯერს დაველაპარაკები გინდა თუ არაო და. მე დაველაპარაკები. მე აქ მუშაობ და იმ გოგოს მე შევღებეთ მა. შენ? ხო, მე. აუ ის გოგო გაგიჟებული იყო რა. გოგო. შენი საცოლე. ხო, ჩემი საცოლეა. და შენი თავგადასავლების შესახებ იცის თუ არა? რატომ უნდა იცოდეს? მაინც რა ვიცი, ხო იცი თბილისში ყველაფერი იცის და ხომ არ გინდა ყური მოკრას. ნენე, საერთოდ არა მაგის გაგება საჭირო რა. ხო და თუ არ არის საჭირო, გადაეცი რომ სხვების რჩევას ყური დაუგდოს. და მე ვუთხარი საერთოდ, რომ ეს თმა საერთოდ არ მოგიხდება თქო და არ დამიჯერა. კარგი. გასაგებია. ძალიან კარგი თუ გასაგებია. გინდა კიდე მენეჯერი. რა აზრი აქვს ხა მენეჯერის ნახოს. კარგად იყავ. კარგი. ნახავდეს. შენ ყველას იცნობ, ხო? მარტო ვიცნობ, რაღაცეებიც ვიცი. მართლა, მგონი რაღაც ხდებოდა თქვენ შორის. მოყევი აბა. რა მნიშვნელობა აქვს? აი, ის საცოლე თუ მოვიდა, მე ორივეს ერთად მოგიყვებით. სამსახურში და სად ვექნებოდა?
სადახა მაკა მართლა მთელი დღე მოვხდით ლოგინით მე და ბავშვი. მე რა ვიცი და სამსახურში ვერ გამოვედი. ჯერ ვერ შევდივით ოთახში და მე ვეღარ წამოვედი ადრე რა. მოთხოვშად ვერ შედიოდი. რავი რა უმუშაობდით მარიკა მაგიდაზე დაინახა ხულიკი და გამოვარდით გიჟებივით. მე და ხო და მე დოდო მოვიდა ჩვენი უფროსი. თურმე დოდოსაც ეშინია. ჯეი მოვაოის დაიჭერს, რა ჯეი რა მოვიდა აღმოჩნდა რომ ფობია ქონია და მოკლედ დავდექი მე და მე დავიჭირე ის ხულიკი. შენ როგორ დაიჭირე? როგორ და ქილა დავალფარეთე და დავიჭირე, მე გავუშვი. შენ რატო არ გძინავსდე? შენ გავუდებოდი. აი, ჩემი ცხოვრება. წადი და დაიძინე გვიანაა. ან დაწექი და მოგიწვევი ცოტა ხანს. და შენ როგორ ახლა ხო არ ქონია? არა წნევა არ მქონდა, მაგრამ გამისკდა მთელი დღე თავი. ისე ვინერვიულა. რა განერვიულობდა? რა ვიცი, მოვიდა ბავშვი სკოლიდან და მითხრა 350 ლარიანი ფორმები უნდა შეგვიკერონო. არ გადამრეხ, რა 350 ლარიანი ფორმები ავუტყდათ. რა ვიცი, არ იცი მაგის დირექტორი რა ტიპია. არა და სექტემბერში ხო გამოაცხადა არ გვინდა ეს ფორმებიო. ეხლა კიდე აიჩემა გოგოებს ფორმები უნდა ეცვათო. მე გავგიჟდები რა, საერთოდ გამოვიყვან მაგ სკოლიდან, საჯარო სკოლაში კი მაინც 350 ლარიან ფორმას არ მომთხოვენ. გამოიყვან მე იმპულს რას უზა. რაღაცა უნდა მოვიფიქრე რა, აღარ შემიძლია. კაი, წამოდი ახლა გაჭამო და დაწექი მე შენს მოდი. რა გვაქვს საჭირო? მაკარონი მოვხარში. დიო, რა ლამაზი ხარ? მოგწონს? კი, ძალიან. დღეს ვიყიდე. კი ხდება. აუ, მადლობა. აუ, მეორესაც გაჩვენებ, ხო? მიდი, აბა. დღეს სამსახურიდან რო გამავედი, მაღაზიაში იყო სეილი და მთელი ფული დავხარჯე. კაი, დაიგიდე მოგცემ. ეს თუ ის? მე ესეც მომწონს. მე მგონია ის უფრო მომწონს, რომ ეცო. ხო, რა ვიცი, ესეც კი ხდება და ისიც კი ხდება. დღეს რა ჩავიცო? დღეს არაფერი არ ჩაიცა საერთოდ. მოიცავ, აი მაკიაჟი მიკეთე აი, სახში რა გინდა მაკიაჟი? რა სახში, გიორგი, მზად ვარ უკვე და მივდივართ. სად მიდიხარ, რა სად მივდივარ? შენ თავსი დებილა, გიორგი, თუ მართლა არაფერი არ გახსოვს? არ მახსოვს, სად მივდივართ, არ ვიცი. დღეს არის სალომეს დაბადების დღე. აუდია შენ თავს ვიცი. 3 კვირის წინ გითხარი, რომ არაფერი დაგეგექმა, გიორგი, 3 კვირის წინ. აუდია, დამავიწყდა, რა დაგემართა შენ კიდე? შენ ყველაფერი გავიწყდა. მავიწყდება, იმიტომ რომ მილიონი რაღაც მიტრიალებს ბავშვი. მაგარი საბურავებით დაწყებულის მისი წელებით დამთავრებული. საწყალი ბიჭი. ბოდიში მაპატია, რომ შენი დაქალების დაბადების დღეები მავიწყდება. აი, რატომ მეგონა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდოდი? შენთან ერთად ყოფნა რომ მინდა, იმიტომ რა. მე ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნა მინდა, გიორგი. ხო და ესე ძალიან თუ გინდა წაგიყვანთ კოდგეობდე, უბრალოდ მე ვერ დავრჩები რა. გიორგი, ყველა ვიღაცასთან ერთად იქნება და მარტო არ მინდა რომ მივიდე, მინდა რომ ჩემთან ერთად იყო. არ კიდია ვინმესთან ერთად იქნება, შენ თუ გართობა გინდა გაერთე რა. იცი რა, არ მკიდია. ხო, არ მკიდია. აი, ვაფშე არ მკიდია. არ მკიდია. რა საკეთე? ვერ მხედავ რას ვაკეთებ? და რატო ხომ მიდიოდი? არა, გიორგი, არსად არ მივდივარ. არა, შედა.
ბიჭო, როგორ ხართ? ხარ? აუ, გეცხედავ. მოდით. ფათია, მოდი, გაიცანი. ეს არის ტატო, ეს არის უკა. ფათია გაიცანი. სხვადასხვა შენზე ბევრი მსმენია. ბიჭო, თქვენ იცნობთ ერთმანეთს? გამოფენაზე გავიცანოთ ერთმანეთი. შენ გამოფენაზე როდიდან დადიხარ? რა ვიცი. ისე მე შეხავი მაგ გამოფენაზე, მაგრამ არაფერი არ მაქვს. მეც არ გახსოვ ხარ. დავიჯობა. ფოტოხლის მე თუ შეიძლება. ლუდი. ისე სად მოახერხე ესეთი ადგილის პოვნა, სადაც პირველად. მე მოვწავს? ავი, აი, ასწორებს. ზოგა ხო მოგწავს? კი. და კაი, განს ეგზოტიკური. აი, ზუსტად მაგიტომ მომწავს მეც. როდეში სამსახურიდან მილეკრა. ველი ამ დროს? მე ამ დროს სამსახურიდან დამილეკო ხო დავაფრე. ამიტომ უნდა კონდეს შენი საქმე რაღაც. მექნება, გავხსნე ჩემ ჟურნალს და მექნება. გავედი რა მეიდებში. ა გახვედი ბიჭო დაჯერ. აი შემეში. თეკ კარგი და გა. კარგად უყავს. გამოხატე. ხაჭი. შენი დაქალი ევასება რა და იმან კიდე რაღაც. ფინთად. ხო, უნდა შეიმშინო რა. რა ტიპია ვაფშე? აკაი ტიპია რა. ჟურნალისტია და ერთად სწავლობთ პრაღაში. და აქ მუშაობს სადმე? აუ, ეგრე არ მახსოვს ზუსტად, რაღაც მედია ჰოლდინგში მუშაობს. კიდე გიგო. აუ ხო, რა გამიგე ნომერი რა. მინდა რომ რაღაც ერთმანეთს შევახვედრო რა. თორე გაგიჟებულია ვერ ხედავ. რა პრობლემაა? მოიყვე. გამას. ოდიში რა ვქნა ამ ჟურნალისტებს თავისუფალი საათები არ გვაქვს. სუკა სადაა? არც ბიზნესმენებს არ აქვს თავისუფალი საათი. დაურეკე სამსახურიდან და წავიდე. მაგოთ. მოცაბა კარგა. დეა, მეგაგაც. არ მინდა კაცი. გვიანია, დეა, გაგაცი. რა შეხედე ნუ. კაი, არი ნერვიულ. ეს მეორე დამემართა ზუსტად შეწირვე რა. დაჯექი. გერ უკვე მივეჩვია შენ სანავერის აქციელებს. დეგო, პირდები რომ ბოლო ჯერ მოხდეს ეს რაღაც. ბატონო ლეილა, მომპარტიდან გიდეკავთ. დიახ. თქვენ ჩვენთან გაქვთ ბეჭედი ჩადებული. ვიცი? კვირის ბოლომდე უნდა დაფაროთ პროცენტი. იქა!